შეკითხვა მაქვს. კი ბატონო. აღნიშნული შეკითხვები დარწმუნებული ვარ დღეს საზოგადოებასაც აქვს. კი ბატონო. და ვეცდები ის კითხვები დაგისვათ, რაც დღეს ქართულ რეალობაში აინტერესებს. კი ბატონო. თქვენს მაყურებელს და თქვენს გულშემატკივარს. კი ბატონო. ბატონო გელა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კონკურენტი ფიზიკურად არ ყავთ. მაინტერესებს რა გაძლევთ ძალას და რა გაძლევთ ყოველდღიურად мотиваციას, რომ შექმნათ ისეთი ტრენდები, რაზეც საზოგადოება ილაპარაკებს თვეების, კვირების განმავლობაში და იქნებით მუდმივად აქტუალური. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო აი ამ კითხვისთვის, შეკითხვისთვის და მე ახლა დროს გამოვიყენებ და აი ესე ვიტყვი. ამ სიძლიერეს, ამ ენერგიას და ამ ყველაფერს, რაც ვიყავი, ვარ და მომავალშიც ვიქნები, ეს არის ის ქალბატონი. დედა. კი. აი დედამ ჩვენ პატარა წერილი დაგვიტოვა და მითხრა, წერილზე დაუწერია, რომ დედაზე არავის არ შეაგნებია. ისე კაცურად ვიცხოვრე და მიმიხედე ჩემი ძმა ჩემზე უფროსია და შენ ძმასაც მიხედე და შენს დასაც წარმოიდგინე. სიძლიერეს და მოტივს და ამ ქვეყანაზე რამეს თუ წარმოადგენ, ეს არის ამ ორი ადამიანის დამსახურება. დედა და ბებია. კი, დედა და ბებია. მამა ჩემისაც რა თქმა უნდა, მაგრამ ბებია ეს მაგარი ქალი იყო და ყველაფერი გააკეთა, რომ გვესწავლა და ალბათ შორს რო წავსულიყავი. ახლა მინდა ხატია დიდი მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს მოსახლეობას, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოსახლეობას არა, იმ დედებს, იმ მამებს, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც არიან საზღვარგარეთ წასულები, მუშაობენ, შრომობენ და იმ ორ კაბებს უგზავნიან თავიანთ შვილებს, კი ბატონო. ოჯახს და არჩენენ. ესენი არიან ის დედები, მე არ ვიცი აი როგორ გადაუხადო ამ ადამიანებს მართლა მადლობა. რატომ? შენ იცი რომ მათზე უკეთესი ამ ქვეყანაზე არავინ არ მყავს და მინდა რომ მან გააგრძელოს კაცურად და ქართულად და ვაჟკაცურად ის გზა, რაც მე კი ბატონო, ქართულად და ტრადიციების მიხედვით. მე ჩემებური ხასიათი მაქვს. მე ჩემ გზას მივყვები. მე ვიცი რა უნდა გავაკეთო, მაქვს იმისი გამოცდილებაც, განათლებაც, გზა გავლილი, რომ მე იმას არასდროს არ გავაკეთებ, რომ ვინმე